თქვენ შორის ალბათ ცოტა ისეთი, რომელიც დილით ადრე დგება და ვარჯიშობს, ან საერთოდ დაკავებულია საკუთარი სხეულის გაკაჟებით და მასის დაგდებით. დიდი ალბათობით გქონიათ შემთხვევა, როდესაც ამბობდით, ვალ დილით ადრე ავდგები და სარბენად გავალ. მეორე დღეს კი აცნობიერებდით, რომ მოგვიშოვა დღის 3 საათი იყო და სარბენადაც არ წასულხართ. დღევანდელი ანიმე ვფიქრობ მოგანდომებთ ცირბილს და გაჩვენებთ თუ რამდენად სასიამოვნო და ჩამთრავია აი ეს სპორტი. ჩვეულებრივ ანიმეში 2-3 მთავარი პერსონაჟი გვყავს. ამ ანიმეში ასეთი მთელი 10-ია. ამ ათეულის ლიდერი და თავიკაცი ჰაიჯი სხვადასხვა თაღლითობებით, მანიპულაციით და შანტაჟით ახერხებს შეკრიბოს წატკაციანი ჯგუფი უნივერის საერთო სასწავლებელში და აკეთებს ასეთ განცხადებას. ჩვენ როგორც იქნა 10 ვართ, ამიტომაც მონაწილეობა შეგვიძლია მივიღოთ ჰაკონეს გარბენში. იქ მჯდომი ოტაკუ, პროგრამისტი, შკოლნიკი, ბარიგა, უსეინ ბოლტი, კოპი-პეისტი და ადამიანი ვიქტორინა მას გაგიჟებული უყურებენ. წინააღმდეგობის მიუხედავად ჰაიჯი მაინც არ ნებდება და ყველას თავისებურად ითანხმებს მონაწილეობის მიღებაზე ამაში და დილით აწყობს ვარჯიშებს. ერთად დარბიან, ან ცდილობენ რომ ირბინონ, ან თავი მოგვაჩენონ რომ დარბიან, მოკლედ გადაადგილდებიან. აქეთ სპონსორებს ეძებენ, იქით პირადი ცხოვრება აქვთ. წარმოგიდგენიათ ცირბილის გამო პროგრამისტმა სიგარეტს თავი დაანება. მოკლედ სპორტელმა ცხოვრებამ ისინი სრულიად გადაღლაპა. პირდაპირ გეტყვით რომ ტურნირებს ანიმეში ამ მომენტისთვის დიდი დატვირთვა არ აქვთ. ანიმეს მთავარი გზავნილია გუნდის შეკრულობა და გვიჩვენებს თუ როგორ ერთიანდებიან სხვადასხვა ინტერესების რადიკალურად განსხვავებული ადამიანები. ავტორები გვიჩვენებენ თუ როგორ შეიძლება კარგი მონდომებით, ლიდერული უნარებით და მცირეოდენი ეშმაკობით გუნდის შეკრება და ერთიანი მექანიზმის აგება. პერსონაჟები, რომლებიც თავიდან აბუზული უყურებდნენ ამ ყველაფერს, ახლა აქტიური წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, აქ ფრენბურთის ფანებიც ხართ. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ძალიან გავს კაგიამას. ვარცხნილობა, ხასიათი, ნიჭი, ცუდი წარსული ერთ-ერთია გადმოტანილი. ამიტომაც ვფიქრობ მოგეწონებათ, მხოლოდ ერთი პრობლემა, ჰინათ არ ყავთ. ანიმე ongoing-ია, ანუ ჯერ კიდევ გამოდის. დაანონსებული 23 სერია და გამოსულია 11. ანიმე პაუზაზე იყო, მომდევნო კვირას კი განახლდება სერიები. ამიტომაც თავისუფლად შეგიძლიათ ჩაუჯდეთ და ისიამოვნოთ. თუ თქვენ მოგწონთ სპორტული ანიმე, ან რაიმე გემრიელი ისტორია, რომელიც ჩაგეთრევს და გასიამოვნებს მისი უბრალოებით და იუმორით, მაშინ არ გამოტოვოთ. სამწუხაროდ ის არ არის ქართულად, მაგრამ ფიქრობ სიტყვების გარეშეც მივხვდებით პერსონაჟების ფიქრებსა და მოტივებს. დღეისთვის სულ ესაა. სამწუხაროდ ვიდეო პატარა რთულდება თემების მოფიქრება. გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში ვიდეოს თემები, მაგრამ უბრალოდ ნაურტო და ტიტანები არა. არამედ კონკრეტულად ის, რაც გაინტერესებთ პერსონაჟი, ტექნიკა, სიუჟეტური სვლა და ასე შემდეგ. ველით თქვენგან კომენტარებს. ასევე შემომაქვს რენდომ კომენტარიც. დღევანდელი რენდომ კომენტარის ავტორი კი არის ლუკა კიკაძე. სავარაუდოდ. მაგარი ხარ ერენ, გეხუტუნე. ამით გემშვიდობებით, ყველას მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.